საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მასპინძლობს. თბილისში ლეილა მესხის სახელობის ჩოგბურთის კორტებზე ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი TEN-PRO საქართველოს და კოკა-კოლას თასი მიმდინარეობს. ღონისძიება 23-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ტარდება და მასში 17 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ეს ტურნირი 2025 წლის ჩოგბურთის სერიის მესამე და დასკვნითი ეტაპია. აქამდე მსგავს შეჯიბრებებს ლეილა მესხის კორტებმა ივნისსა და ივლისში უმასპინძლა, სადაც 15 ქვეყნის 270 ჩოგბურთელი მონაწილეობდა. შეჯიბრება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის, თბილისის მერიისა და კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia's მხარდაჭერით ტარდება. Coca-Cola Bottlers Georgia როგორც ტურნირის მთავარი მხარდამჭერი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ტრადიციას აგრძელებს. კომპანია, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მხარს უჭერს სპორტულ ღონისძიებებს როგორც გლობალურად, ისე ქვეყნის მასშტაბით, ხელს უწყობს ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას. ტურნირზე Coca-Cola-სთან ერთად წარდგენილი იყო ნატურალური მინერალური წყალი მთის. Coca-Cola 10 წლეულებია საერთაშორისო და ქვეყნის მასშტაბით მხარს უჭერს საერთაშორისო ტურნირებს და სპორტულ ღონისძიებებს. ეს არის კომპანიის ურყევი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ახალი თაობისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართ. ჩვენ უკვე მეხუთე წელია ამ ღონისძიებას ვატარებთ, სადაც სტარდება ყველაზე საუკეთესო აკადემიებში, ეს არის როგორც კლაისტერსის აკადემია, ჯოკოვიჩის, ნადალის და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ მათ სიაში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა კომპანია Coca-Cola-ს და მერიას გადაუხადო იმისათვის, რომ აი ესე გვერდში გვიდგანენ და ეხმარებიან ჩოგბურთის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში. წელს არის 300 სპორტსმენი და 17 ქვეყნის წარმომადგენელი. შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა, რამაც თითოეულ მონაწილეს მინიმუმ 4 თამაშის ჩატარების საშუალება მისცა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ 200 საკობრივ კატეგორიაში ესპარეზათ, რაც მათი სათამაშო გამოცდილების გაზრდას უზრუნველყოფდა. ტურნირში ერთეულთა თანრიგში 10-დან 16 წლამდე ასაკის როგორც ვაჟები, ისე გოგონები მონაწილეობდნენ. ფინალური მატჩები და დაჯილდოების ცერემონია 31 აგვისტოს შედგება. ტურნირი კი საზეიმოდ დაიხურება. ტურნირი ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს მოიცავს, რადგან აქ სპორტსმენები საქართველოსდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შეიკრიბნენ. ჩემთვის ამ ტურნირში მონაწილეობა ბევრს ნიშნავს. პროცესით ძალიან ვისიამოვნე, ამასთან ტურნირმა საქართველოს ნახვის შესაძლებლობა მომცა, რითაც ასევე მოხარული ვარ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, იმიტომ რომ სხვადასხვა ეროვნების ხალხთან და ბავშვებთან მიწევს თამაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ასევე მათთვის. ახლა 17 ქვეყანა ჩამოვიდა, დაახლოებით 300-მდე ბავშვი და ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ როგორც მე, ასევე ყველა ქართველი. ძალიან რთული იქნება აქ გამარჯვების მოპოვება, მით უმეტეს ძალიან ბევრი კარგი კონკურენცია იქნება. ყველანაირად ვეცდები რომ მოვიგო გამარჯვება და იმედი მაქვს რომ მოვიგებთ. პროექტის მთავარი მიზანი ჩოგბურთის და ჩოგბურთელების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ტურიზმის განვითარება. Coca-Cola Bottlers Georgia-ში დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალი თაობის წარმატებასა და ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობაში.